ადამიანს ყოველთვის აინტერესებს ის ცხოვრება, რომელიც არ აირჩია. რა იქნებოდა რომ? დროის ეს კლასიკური კონცეფცია არა მხოლოდ ფილოსოფიასა და ლიტერატურაში, არამედ კინოშიც ხშირად გვხვდება როგორც ცენტრალური საკითხი. სოკრატული თვითშემეცნებიდან დაწყებული, ეგზისტენციალისტების თავისუფალი ნებისა და არჩევანის საკითხებით დამთავრებული. თუმცა დღეს არც ფილოსოფიურ საკითხებს და არც სამეცნიერო თეორიებს განვიხილავთ სიღრმისეულად. რადგან ეს ასე მარტივად აღსაქმელი 80-იანების sci-fi კლასიკაა. ფრთებგაშლილი დელორიანით, მფრინავის სკეიტბორდით და რა თქმა უნდა როკ-ენ-როლით. ფილმის სცენარი დღემდე ისწავლება როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მაგალითი კინოში ამბის თხრობის ხელოვნებისა. მიზეზი კი მარტივია. პერსონაჟთა მოტივაციის მკაფიო ხაზები, დაძაბულობის ზრდის მექანიზმი, ლოგიკური და ამავდროულად მარტივად გასაგები ურთიერთკავშირები. სცენარი აგებულია set-up and pay-off-ის პრინციპით, რაც ნიშნავს, რომ ფილმის დასაწყისში ან ადრეულ ეტაპზე მაყურებელი ეცნობა რამე საგანს, მოვლენას ან დეტალს, რომელიც იმ დროისთვის შესაძლო უმნიშვნელო ჩანს, თუმცა შემდეგ ამ ელემენტს აქვს ლოგიკური დატვირთვა და გამოყენება. ასე მაგალითად, პირველ წუთებში ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა ფორმის უამრავ საათს. მათ შორის ერთ-ერთზე კი ჩანს მუნჯი კინოს ვარსკვლავი ჰაროლდ ლოიდი ფილმიდან Save Till Last, რომელსაც კრისტოფერ ლოიდის პერსონაჟი მოგვიანებით ზუსტად გააცოცხლებს. 1985 წელი, სავაჭრო ცენტრი სახელწოდებით ორი ფიჭვი. მას შემდეგ რაც მარტი, მაიკლ ჯეი ფოქსის პერსონაჟი 1955 წელს ერთხეს მანქანით გადაულის, მოხდება ცვლილება მომავალში და უკან დაბრუნებულს დახვდება ცენტრის შეცვლილი სახელწოდება და შესაბამისად სიმბოლო. ასევე გოლდი ვილსონის საარჩევნო კამპანია 85 წელში, რომლის ადრეულ ჩანასახსაც 55 წელში ვიხილავთ და სხვა ასეთი მრავალი. I'm going to night school and one day I'm going to be somebody. That's right, he's going to be mayor. Yeah, I'm a mayor. ეს ტექნიკა ქმნის სიუჟეტურ მთლიანობას და აძლევს მაყურებელს კმაყოფილების განცდას, რადგან ყველაფერი, რაც ნაჩვენებია, თითქოს თავის ლოგიკურ ადგილს პოულობს. ასე იქმნება ჭკვიანი სიუჟეტის შთაბეჭდილება. მაგრამ ის, რასაც ფილმი გადაჰყავს უბრალო კინოს ხელოვნებიდან ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური გამოცდილებისკენ, არის სწორედ მისი მთავარი იდეა. როგორია ის ვარიანტები, რომლებიც არ აგვირჩევია. ფილმში მოქმედება იწყება 1985 წლის პატარა ამერიკულ ქალაქში სახელწოდებით ჰილველი. მარტი მაკფლაი 17 წლის სკოლის მოსწავლეა, ნიჭიერი მუსიკოსი კარგი გემოვნებით. თუმცა მას თავდაჯერება აკლია და ცდილობს საკუთარი ადგილი იპოვოს სამყაროში. როგორც ყველა თინეიჯერი, ისიც გაუცხოებულია საკუთარ ოჯახთან, განსაკუთრებით კი მამასთან. მამამისი კი მორწყვი, დაჩაგრული და გაუბედავი ადამიანია, შეუმდგარი მწერალი და ცუდი ხუმრობების გენერატორი. ტრილოგიის მთავარი ანტაგონისტი ბიფტენანი, მჩაგვრელი, ბულერი და აგრესორი უფროსია, რომელიც მარტის მამას ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან ჩაგრავს. და ლორეინი კი ერთდროს მომხიბლავი გოგონა, ახლა სევდიანი შუახნის ალკოჰოლ დამოკიდებული დიასახლისია. მარტი მეგობრობს ექსცენტრიკულ მეცნიერთან, დოკ ბრაუნთან, რომელიც დელორიანისგან დროის მანქანა შექმნის და მარტის 30 წლით უკან 1955 წელში გააგზავნის საკუთარ მშობლებთან შესახვედრად. რაც შეეხება დროის მანქანას. აღმასრულებელ პროდიუსერს სტივენ სპილბერგს სურდა არც მეტი არც ნაკლები მაცივრის გამოყენება. ამ ვერსიაში დოკი და მარტი 1955 წელს ერთ-ერთ ატომურ სადგურს ააფეთქებენ საჭირო ენერგიის მისაღებად. მაგრამ მსგავსი იდეა 85 წლისთვის რთულად შესასრულებელი იყო და დიდ ბიუჯეტსაც მოითხოვდა. გარდა ამისა, სტუდია მარს თუ ისე უსაფრთხოდ მიიჩნია ახალგაზრდა მაყურებლისთვის და მაცივრის იდეაც დაიბლოკა. თუმცა სტივენ სპილბერგმა მომავალში ინდიანა ჯონსი მაინც ჩასვა ატომურ მაცივარში. თავად დელორიანი, მიუხედავად მისი ფუტურისტული დიზაინისა და უჟანგავი მეტალის ფრთებისა, ეს მანქანაც ერთგვარი ხუმრობა იყო, მასთან დაკავშირებული სკანდალური სასამართლოების გამო. საქმე იმაშია, რომ იმ დროისთვის DMC-ის ავტომწარმოებელ კომპანიას ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ავტოინჟინერმა ჯონ დელორიანმა კი სცადა საკუთარი კომპანიის გადარჩენა და ფინანსების მოძიება კოკაინის კონტრაბანდით. მიუხედავად იმისა, რომ ის ბრალს არ აღიარებდა და ფედერალურ ბიუროს მის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში ადანაშაულებდა, სასამართლო პროცესებმა კომპანიის იმიჯი მაინც შელახა და ეს გაყიდვებზეც აისახა. დელორიანი კი იქცა მივიწყებულ ერთგვარ მითოლოგიურ მანქანად სხვა სამყაროდან.
ანუ ზუსტად იმად, რაც ზემეკის და გეილს სჭირდებოდათ. ჯონ დელორიანიც ერთგვარი მეამბოხე მეცნიერია, რომელიც მიზნის მისაღწევად კრიმინალურ მოქმედებებსაც არ ერიდება. ალბათ ამიტომაც შეარჩია დოკ ბრაუნმა დროის მანქანად. Did you rip that off? Of course, from a group of Libyan nationalists. They wanted me to build them a bomb, so I took their plutonium and in turn gave them a shiny bomb casing full of used pinball machine parts. Come on, let's get you a radiation suit. თავად ჯონ დელორიანის შესახებ კი შეგიძლიათ აი ეს ფილმი ნახოთ. ცვლილება განიცადა დოკის მეგობარმა ძალმაც, რომელიც პირველ ვერსიაში შიმპანზე უნდა ყოფილიყო. თუმცა იმ დროისთვის მიიჩნიეს, რომ მაიმუნებზე ფილმები დიდ შემოსავალს ვეღარ მოიტანდა და დროში მოგზაური პირველი ცხოველიც აინშტაინი გახდა. ესეც ალბათ საბჭოთა კავშირთან კოსმოსისთვის ბრძოლაში გადადგმული ჰოლივუდური ნაბიჯია. პირველი ძაღლი კოსმოსში და პირველი ძაღლი დროის მანქანაში. კომედიური ჟანრის სამეცნიერო ფანტასტიკა 80-იანების ნამდვილი კლასიკაა. თუმცა ფილმი დროში მოგზაურობის მეცნიერულ თეორიებსა თუ ტექნიკურ მხარეებზე პარადოქსულად მცირეს ან თითქმის საერთოდ არ გვესაუბრება. აქ არ გვაქვს დროის უკუმსვლელობა, არც იგდრასილზე გამოზრდილი დროითი ხაზები და მულტისამყაროები. დროში გაჭედვა და განმეორებითობა, დრო როგორც დამატებითი განზომილება, ან სულაც ბაბუას პარადოქსი. უკან მომავალში ეხება იდეას არჩევანის თავისუფლებასა და პირად პასუხისმგებლობაზე. დროში მოგზაურობა არამხოლოდ სიუჟეტური ხერხია, არამედ ერთგვარი ფსიქოლოგიური მექანიზმი, რომელიც მაყურებელს საკუთარ ინდივიდუალურ არჩევანზე ფიქრს აიძულებს. თინეიჯერისთვის კი ეს ძიება განსაკუთრებით მძაფრია, რადგან ის ცდილობს განსაზღვროს ვინ არის და ვის უნდა დაემსგავსოს. და გასაკვირი არ არის, რომ ინიციაციის ამ გზაზე ჯერ შემშობლებს გადაეყრები და თუ გაგიმართლებს შემდეგ ბუდასაც. იდეა ბობ გეილს სწორედ მამამისის ძველი სასკოლო ალბომის დათვალიერებისას გაუჩნდა. იფიქრა იმეგობრებდა თუ არა ის მასთან ერთმანეთის სკოლაში რომ გაეცნოთ. That my father had been the president of his graduating class. I didn't know this. And I'm looking at him and thinking about the president of my graduating class. 1955 წლის 5 ნოემბერი, დღე სადაც მარტი დროის მანქანით აღმოჩნდება, სწორედ ბობ გეილის მამის დაბადების დღეა. მამამისი იურისტი იყო და ბობის სურვილს მწერალი გამხდარიყო დიდად მხარს არ უჭერდა. თუმცა საბოლოოდ ბობ გეილი მაინც გახდა კომიქსებისა და სცენარების ავტორი. ხოლო მისი პერსონაჟი ჯორჯ მაკფლაი კი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერალი. თუმცა ერთ-ერთი ვერსიით ის ბოქსიორი უნდა გამხდარიყო, ალბათ ბიფთან წარმატებული ნოკაუტის შემდეგ. ფილმიც მთლიანად მამაშვილის ურთიერთობაზე აგებული. Why not? Well, what if they didn't like them? What if they told me I was no good? I mean, what if they say I'm no good? What if they say, get out of here, kid, you got no future? I mean, I just don't think I can take that kind of rejection. მარტის თავდაჯერების ნაკლებობა ჯორჯის ქცევების ზუსტი ანარეკლია. მოგეხსენებათ ბავშვი ოჯახის სარკეა და დედის გულის ვარდი. ძირითადი სცენები კალიფორნიაში, კინოსტუდია Universal-ის გადასაღებ მოედანზე მიმდინარეობდა. ქალაქის ცნობილი მოედანი და სასამართლო შენობა გვხვდება სხვა ცნობილ ფილმებშიც, მათ შორის Twilight Zone-ის პირველი ეპიზოდის სცენაც სწორედ აქ არის გადაღებული. ეს შენობა კი რეალურ ცხოვრებაშიც რამდენჯერმე დაზიანდა ხანძრის გამო. მათ შორის 1996 წელს სწორედ მეხის დაცემის შედეგად თითქმის მთლიანად დაიწვა. ეს დამთხოვა უცნაური აღარ მოგეჩვენებათ, რადგან ფილმი სავსეა პარალელებით, ეგრეთ წოდებული ისთერ-ეგებით და დაფარული სიმბოლოებით, რომლებსაც ყოველ ჯერზე ნელ-ნელა აღმოაჩენთ. სწორედ ამ მიზეზით ფილმი ნამდვილი საბადოა კონსპირაციების მოყვარულთათვის. ყველაზე ცნობილი კი მათ შორის ეგრეთ წოდებული 9/11-ის მოვლენებთან კავშირია. როგორც იცით, 2001 წლის 9 სექტემბერს მოხდა ტერორისტული თავდასხმა სავაჭრო ცენტრზე Twin Towers, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც მოჰყვა ათასობით ადამიანის გარდაცვალება და გლობალური პოლიტიკური ცვლილებები. ახალი ეპოქის ან თუნდაც ახალი დროითი ხაზის დასაწყისი. ფილმში კი 1985 წელს სწორედ ტერორისტები კლავენ დოკს ტყუპი ფიჭვების სავაჭრო ცენტრთან, რომელიც შეცვლილ 85 წელში გახდება Lone Pine Mall, ანუ მარტოხელა ფიჭვის მოლი. ეს ერთგვარი პარალელია 2014 წელს დასრულებულ ახალ სავაჭრო ცენტრთან, რომელიც ტყუპების ნაცვლად აშენდა. შეხვედრის ადგილას სავაჭრო ცენტრის ბანერზე ჩანს დრო, რომელსაც თუ კი ამოვაბრუნებთ, საათზე დავინახავთ 9:11-ს. იგივე დრო ჩანს დოკისა და აინშტაინის წამზომებზე. 1955 წელს კი მარტი ცდილობს გააფრთხილოს დოკი მოსალოდნელი ტერორისტული საფრთხის შესახებ. ყველაზე კულმინაციურ მომენტში კი ვხედავთ ციფრებს 9 და 11. ან სულაც ცეცხლმოკიდებულ სვეტებს. ფილმის მეორე ნაწილში კი, სადაც მოქმედება ხდება 2015 წელს,
ისევ ჩნდება ორი ფიჭვის სცენა ტელეეკრანზე, რომელსაც წამით ცვლის სწორედ სავაჭრო ცენტრი ტყუპების გამოსახულება. თუ მასაც ჯორჯის პერსპექტივიდან შევხედავთ და ამოვაბრუნებთ, ტყუპები თითქოს ინგრევა კიდეც. წინ კი ადვილად შევნიშნავთ ნიუ-იორკის სიმბოლოს თავისუფლების ქანდაკების ჩირაღდანს. 2015 წელს, ანუ ზუსტად 30 წლის შემდეგ კი კინოთეატრებში გამოდის რობერტ ზემეკისის ახალი ფილმი რეალურ ისტორიაზე, სადაც ჯოზეფ გორდონ-ლევიტი სწორედ ტყუპებს შორის გაჭიმულ მავთულზე გაივლის. კონსპირაციული თეორიები ხშირად დგას სხვადასხვა ტიპის სპეკულაციებზე, სიტყვებით თამაშსა თუ პერსპექტივებით მანიპულაციაზე. არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ, თუმცა 9/11-ის მოვლენები ალბათ ამ თეორიებს შორის ყველაზე პოპულარულია და ყოველთვის გამოიძებნება პარალელების გავლების საშუალება. თუმცა ამ ფაქტებს უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი. და თუ თვალებს ფართოდ გავახელთ, სხვა ისტერიგებსაც ვიპოვით. პირველივე სცენაში ჩანს ხმის გამაძლიერებელი ნომრით CRM 114. ეს სწორედ ის ცნობილი რიცხვია, რომელსაც კუბრიკი იყენებს თავის ფილმებში. ფილმში Dr. Strangelove CRM 114 გვხვდება რადიო გადამცემზე. კოსმოსურ ოდისეაში კი CRM 114 არის ერთ-ერთი ხომალდის არეგისტრაციო ნომერი. მექანიკურ პორტოხალში Serum 114 არის წამლის ეტიკეტზე, ხოლო ფართო და ხუჭულ თვალებში ეს არის მორგის ნომერი Left Wing Serum 114. ვიზუალური ეფექტებისთვის ჯერ კიდევ არ არსებობდა ვიდეო კომპოზიტინგი და CGI. ამიტომ ეფექტებს ძირითადად ხელით შემცირებული მოდელებით აკეთებდნენ. მანქანის მოძრაობისთვის გამოყენებულია დელორიანის 5 სხვადასხვა ზომის მაკეტი, მარტისა და დოკის ასევე შემცირებული მოდელებით. საათის თავზე ღრუბლების ნათება ჩვეულებრივი ბამბის საფარითა და ამობრუნებული კადრით არის გადაღებული, რომელსაც ვიზუალური ეფექტების ხელმძღვანელი უკანა მხრიდან ძლიერი ნათებით ქმნიდა. ძირითადად სხვა ყველა ნათება და დროის მანქანის ეფექტები კი არის ვესტაკაშის მიერ ხელით დახატული თითოეული ფრეიმისთვის, რაც კიდევ უფრო კომპლექსური გახდა ტრილოგიის დანარჩენ ორ ფილმში. თავად არტისტი ამბობს, რომ უკმაყოფილო იყო შედეგით, განსაკუთრებით კი მანქანის ეპიზოდი და ცეცხლის ზოლები. ასევე საათზე მეხის დაცემისას არაბუნებრივად დიდი ზომის ნათება და სხვა. თავად ზემეკისი კი ამ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ვიზუალური ეფექტებით იყო უკმაყოფილო. მიზეზი კი ის არის, რომ არტისტებს დაჩქარებული პრემიერის გამო მხოლოდ 9 კვირა ჰქონდათ სამუშაოდ და ამას დამატებული კიდევ კასტის მუდმივი ცვლილება. საქმე იმაშია, რომ ფილმის ორიგინალური ვერსია სწორედ Michael J. Fox-ისთვის დაიწერა, თუმცა ის უკვე მუშაობდა იმ დროისთვის სუპერპოპულარულ სიტკომში Family Ties, რომლის პროდიუსერებიც პროექტისთვის ხელი შემშელად მიიჩნევდნენ Fox-ის გაშვებას და მოლაპარაკებებიც ვერ შედგა. მარტის როლზე აიყვანეს ერიკ შტოლცი. ახალგაზრდა მსახიობი იყო ეგრეთ წოდებული სტანისლავსკის მეთოდის მიმდევარი, რომელიც გადასაღებ მოედანზე და მის გარეთაც ითხოვდა მისთვის პერსონაჟის სახელით მიემართათ. გარდა ამისა, მას აკლდა ის სილაღე და კომედიურობა, რაც Fox-მა შემოიტანა ფილმში. მისი აზრით, წარმოუდგენლად მძიმე და ტრამატული უნდა ყოფილიყო პერსონაჟისთვის დროში მოგზაურობა და წარსულში ჩარჩენის პერსპექტივა. ნუ რაშიც ვერ შეეწინააღმდეგები. თუმცა ეს წინააღმდეგობა რობერტ ზემეკის საბოლოოდ მაინც ყელში ამოვიდა, რადგან სრულიად სხვა ფილმის გადაღება სურდა. ბოლოს და ბოლოს ამ კაცმა ბაჭია როჯერი და სხვა მულტიკოებიც კი ფილმში გადაიღო. სხვათა შორის ისევ კრისტოფერ ლოიდთან ერთად. შესაბამისად, ხელახლა დაიწყეს მოლაპარაკებების წარმოება Family Ties პროდიუსერებთან. საბოლოოდ კი შეთანხმდნენ, რომ Fox-ი კვირის მანძილზე სერიალით იქნებოდა დაკავებული, ხოლო ფილმის სცენებს საღამოს და შაბათ-კვირას დაუთმობდა. და დღეს ალბათ არავის წარმოუდგენია მარტის როლზე სხვა მსახიობი. ერიკ შტოლცი კი მაინც ჩანს რამდენიმე სცენაში, მანქანით გაქცევისას, შორ-კადრებში და 1955 წელში, სადაც ტომას ვილსონის პერსონაჟს გამეტებით ურტყამს. მოგვიანებით ვილსონი იხსენებდა, თუ როგორ თხოვდა ის შტოლცს ნაკლები სიმძლავრით დაერტყა მისთვის, რაც მეთოდური მსახიობისთვის როლიდან ამოვარდნას ნიშნავდა. მან კი პროექტიდან ამოვარდნა ამჯობინა. თავად ვილსონი კი სინამდვილეში ძალიან მხიარული და თბილი ადამიანია, როგორც მას გუნდის წევრები ახასიათებენ. ეს სიმპათიური ყმაწვილი ალბათ ტიტანიკიდან გეცნობათ. ასევე რამდენჯერმე შეიცვალა ჯენიფერის პერსონაჟიც. მელორ ჰარდინი Fox-ზე ბევრად მაღალი იყო და ის კლაუდია უილსმა ჩაანაცვლა, რომელმაც ასევე დატოვა პროექტი დედის ავადმყოფობის გამო და საჭირო გახდა ამ სცენის ზუსტი იმიტაცია ელიზაბეთ შუს მონაწილეობით. დოკ ბრაუნის როლზე კი განიხილებოდნენ მსახიობები ჯინ ჰეკმანი, ჯეფ გოლდბლუმი, ჯონ კლისი, მაიკლ ვუდსი და რობინ უილიამსიც კი. არჩევანი კი საბოლოოდ კრისტოფერ ლოიდზე შეჩერდა. მისივე თქმით, პერსონაჟზე მუშაობისას აინშტაინისა და ლეოპოლდ სტაკოვსკის მახასიათებლები გამოიყენა.
დოკის სრული სახელია ემეტ ლეთროპ ბრაუნ, რომელსაც უკუღმათო წავიკითხავთ დროის პორტალს ერითმება. დოქტორი ბრაუნი ორიგინალურ ვერსიაში პროფესორი ბრაუნი უნდა ყოფილიყო, რაც Universal Studios აღმასრულებელმა პროდიუსერმა სიდ შაინბერგმა ძველმოდურად ჩათვალა და დოკით ჩაანაცვლა. მისი იდეა იყო ასევე მაიმუნის ძაღლით ჩანაცვლებაც და უფრო მეტიც, სურდა ფილმის სათაურის შეცვლაც, კომიქსის მიხედვით A Spaceman from Pluto, რადგან სათაურში სიტყვა future არ მოსწონდა. მან მთელი შენიშვნების წერილიც კი გაუგზავნა რეჟისორებს. პრობლემაც დახმარებისთვის სტივენ სპილბერგს მიმართეს. მან კი შაინბერგს გაუგზავნა წერილი იმის შესახებ, თუ როგორ იცინა მთელმა გუნდმა მის გონება მახვილურ ხუმრობაზე და ასე გადაარჩინა ფილმის სათაური. კომიქსი რეალურ ცხოვრებაში არ არსებობდა, თუმცა წიგნზე ჩანს რეალური კომიქსების მწარმოებელი კომპანიის ლოგო Easy Comics. სწორედ ამ კომიქსების მიხედვით გადაღებული სერიალის The Tales from the Crypt რეჟისორი და პროდიუსერი გახდა რობერტ ზემეკისი. 1955 წელს მარტი ხვდება ფერმერის სახლში, რომელიც ფიჭვებს სულის. მისი სახელია ფიბოდი, ხოლო მისი შვილი შერმანი. როგორც ცნობილი ანიმაციური სერიალის პერსონაჟებისა Sherman and Mr. Peabody. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკალური სცენა კინემატოგრაფიის ისტორიაში არის სწორედ Michael J. Fox-ის მიერ შესრულებული Johnny B. Good. რადგან ამ ნომერში მან გააერთიანა მსოფლიო მუსიკის ლეგენდების მანერები და სასცენო შესრულება. Fox-ი იმეორებს ჩაკ ბერის ცნობილ Duck Walks. ჯიმი ჰენდრიქსის მსგავსად ზურგს უკან აგდებს გიტარას. ამტროს აპარატურას როგორც The Who სოლისტი და ტრიალებს სალფეხზე AC/DC-ის გიტარისტის მსგავსად. რაც შეეხება გიტარას, ისიც მომავლიდან არის, რადგან Gibson ES-345 1958 წლამდე არ არსებობდა. Fox-ი მშვენივრად უკრავს გიტარაზე, თუმცა ამ სცენაში მას კონკრეტული ნაწილი აქვს უსტად ნასწავლი და მას ნახევარი სიჩქარით უკრავს. რეალური შესრულება კი გიტარის ტიმ მეის, ხოლო ვოკალი მარკ კემბელს ეკუთვნით. ჩაკ ბერის თავიდან არ სურდა ფილმში მისი მუსიკის გამოყენება. ალტერნატიულ ვარიანტად ასევე განიხილებოდა სიმღერა Walk Around the Clock. შემდეგი არანაკლებ ცნობილი კომპოზიცია და 80-იანების ჰიტი ეკუთვნის Hugh Lewis The Power of Love. თავად ლუისი კი ჩანს მარტის სასკოლო ბენდების კასტინგის ჟიურიში. მარტისთან ერთად კი უკრავს მისი ბენდის გიტარისტი. ფილმის ფრანგულ ვერსიაში კელვინ კლაინის ნაცვლად ლორეინი მარტინს პიერ კარდენს ეძახის. ესპანურში კი ლევი სტრაუსს, ხოლო ქართულში ავთანდილს. ახლა კი ცოტა რომ ქალაქზეც. მაკფლოების საცხოვრებელი უბანი 1955 წელს Lion Estate ჯერ მხოლოდ გეგმაშია. სარეკლამო ბანერზე ჩანს მარტის სახლის ზუსტი მოდელი და ნაცნობი შესასვლელი. მას ორი ლომი იცავს და თუ კი კარგად დავაგვირდებით, კარიბჭის თავზე გირჩებსაც შევნიშნავთ. ეს ალბათ მთელი ამ ტყუპი ფიჭვების სიმბოლიკის ამბავია და არა რამე გიჟური თეორია დროის მცველებსა და სულის პორტალების შესახებ. თუმცა, სადაც აქამდე მოხვედით, მოდი ესეც მოისმინეთ. ჩვენთან ვერ გეტყვით ზუსტად რომელი, თუმცა ზოგადად გირჩი არის უძველესი უნივერსალური სიმბოლო. ის გამოხატავს ადამიანის ტვინში არსებულ ეგრეთ წოდებულ ჯალღუზისებურ ჯირკვალს, ანუ pineal glands. ეს სახელიც მისი გირჩთან ვიზუალური მსგავსების გამო შეირჩა. სიტყვის ეტიმოლოგიაც ლათინურიდან მომდინარეობს და pineal სწორედ გირჩს ნიშნავს. ის გვხვდება ყველა უძველეს განვითარებულ ცივილიზაციაში. ეგვიპტეში ოსირისის აღდგომასთან დაკავშირებულ მითში. ძველი ასირიული ღვთაებები გირჩით ხელში როგორც უკვდავებისა და განწმენდის სიმბოლო. ჰოპისტომის ამერიკელი ინდიელებისთვის კი როგორც ცოდნისა და სიბრძნის სიმბოლო, რომელიც კავშირშია სიზმარხილოსა და ცნობიერების გაფართოებასთან. ასევე ძველი საბერძნეთი და დიონისე, ჰერმესი თავისი კადუციოსით, რომელსაც ზოგიერთ ვარიანტში თავზე გირჩის ფორმის სიმბოლო აქვს. რომის პაპის კვერთხი და ვატიკანში უზარმაზარი გირჩის ფორმის სკულპტურა. ეს არის ერთგვარი დაშვება სიზმრების სამყაროში, ან როგორც მას ხშირად უწოდებენ, კარიბჭე ლუციდური სიზმრებისკენ. რაც შეეხება მის ანატომიურ აგებულებასა და ფიზიოლოგიურ მახასიათებლებს, საინტერესოა, რომ ის ჩვენს სხეულში ერთგვარი ბიოლოგიური საათის ფუნქციას ასრულებს. ის პასუხისმგებელია მელატონინის გამომუშავებაზე, რომელიც არეგულირებს ძილღვიძილის ციკლს, ეგრეთ წოდებულ ცირკადულ რიტმს. ის ასევე რეაგირებს სინათლეზე და მუშაობს როგორც შიდა სინათლის დეტექტორი. ზოგიერთი მეცნიერის აზრით კი ეს ჯირკვალი შეიძლება მცირე რაოდენობით DMT-საც გამოყოფდეს, ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, რომელიც დაკავშირებულია მისტიკურ გამოცდილებებთან და ჰალუცინაციებთან. როგორიც არის კიდეც დროში მოგზაურობა. ამ სიმბოლოს ბევრგან შეხვდებით და რა თქმა უნდა აქ ყველას ვერ ჩამოთვლიდი. ძალიან მინდოდა უბრალოდ გამეზიარებინა ბოლო დროს აღმოჩენილი გირჩის სიმბოლო Marvel-ის Infinity Saga-ის ხელახალი ნახვისას. ვისაც ნანახი გაქვთ, არ დაგჭირდება ჩახსენება, რომ ტილდა სვინტონის პერსონაჟი სწორედ დროის ქვის მცველია.
და მოდით მარველის სხვა რეფერენსებსაც შევეხოთ. დოკ ბრაუნის დროის მანქანა, როგორც ვთქვით, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ნამდვილი კარიკატურაა. რადგან საერთოდ არ გვიხსნის მისი ფუნქციონირების რეალურ მექანიზმს. თუ არ ჩავთვლით, რომ აქ სამი სხვადასხვა დროის მაჩვენებელი გვაქვს: აწმყო, დანიშნულების დრო და ბოლო დრო, სადაც ვიმყოფებოდით. ასევე ფლუქსის კონდენსატორი 88 მილი საათში და პლუტონიუმის კაფსულები, რომლებიც ძალიან ჰგავს დოქტორ ჰენრი პიმის მიერ შექმნილ პიმ ნაწილაკებს მარველის ადამიანი ჭიანჭველას ფილმებიდან, სადაც სკოტ ლენგი უმცირეს ნაწილაკებამდე დაპატარების უნარით კვანტურ სივრცეში გადაინაცვლებს, სადაც დროითი მანიპულაციებია შესაძლებელი, ან გიგანტურ ზომამდე გაიზრდება და ტურისტებს აშინებს. Great Scott! Great Scott! Great Scott! Great Scott. პოლ რუდი, რომელიც სხვადასხვა ცნობილია იმით, რომ მას დრო ვერაფერს აკლებს, ენდგეიმშიც თითქოს სწორედ დელორიანიდან გადმოძრება. ჭიანჭველას და მფრინავი მწერების განზომილებები თამაშის თეორიისა და ცერნის ამაჩქარებლის შესახებ კი სხვა დროს მოგიყვებით. თუ ოდესმე ენტმესაც გავაკეთებ. ამ ეტაპზე კი იმის ხსენებაც კმარა, რომ ეს ნაწილაკები საშუალებას იძლევა ობიექტის ზომის ცვლილების ხარჯზე შევცვალოთ რეალობა და დროშიც კი ვიმოგზაუროთ. რასაც აკეთებენ კიდეც ენდგეიმში ჰალკის დახმარებით. თავად ჰალკი მართალია ზემეკისის კვანტურ ფიზიკას დიდად არ იზიარებს, თუმცა ეს ლოგიკურიცაა, ეს ხო მულტისამყაროს სიგიჟეა და არა 80-იანების გამფეთი კლასიკა. I don't know why everyone believes that, but that isn't true. Think about it. If you travel to the past, that past becomes your future. And your former present becomes the past, which can't now be changed by your new future. Exactly. So Back to the Future is a bunch of bullshit? 50-იანების ჰილველი სუფთა და ნათელი, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ამერიკული ოპტიმიზმით გაჟღენთილი ქალაქია. აქ საათი ჯერ კიდევ მუშაობს და ისმის ზარების ხმა, სხვათა შორის 1960 წლის ფილმიდან დროის მანქანა, ჰერბერტ უელსის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით, სადაც პირველი სცენაც ასევე საათებით იწყება. წარწერა კინოთეატრის აფიშაზე, სადაც აჩვენებენ ვესტერნის ჟანრის ცნობილ ფილმს რონალდ რეიგანის მონაწილეობით. რეიგანი ამერიკის მე-40 პრეზიდენტია, თუმცა 1955-ში ის ჯერ კიდევ მსახიობია. სწორედ ამიტომ შეიცხადებს დოკი პრეზიდენტის სახელის გაგონებაზე. თავად რეიგანს ძალიან მოეწონა ფილმი და ერთ-ერთ თავის სიტყვაშიც გამოიყენა დოკის ცნობილი ფრაზა. More exciting time to be alive. As they said in the film Back to the Future, where we're going, we don't need roads. სკოლის სცენისთვის გამოყენებულია კალიფორნიის სწორედ ის სკოლა, სადაც კიდევ ერთი რესპუბლიკელი პრეზიდენტი სწავლობდა. რიჩარდ ნიქსონი რეიგანისგან განსხვავებით არ გამოირჩეოდა ტელეგენურობით და სწორედ ამიტომ წააგო თავისი ცნობილი სატელევიზიო დებატების დროს კენედისთან. სწორედ ამას ეხება დოკის ფრაზაც. A portable television studio. No wonder your president has to be an actor. He's got to look good on television. გოლდი ვილსონის ნაცვლად აქ მერობის კანდიდატია რედ ტომასი, რომელიც ხალხს კეთილდღეობასა და პროგრესს პირდება. ეს სწორედ ის უსახლკაროა, რომელსაც უკან დაბრუნებული მარტი გააღვიძებს. 85 წელში კინოთეატრის მაგივრად ხედავთ ევანგელისტურ ეკლესიას. სწორედ ასე წარმოედგინათ ევანგელისტური მოძრაობის გაფართოება 50-იანებში. ისტორიული საათის გადასარჩენად მოსული აქტივისტი ქალის უკან კი ჩანს ილუმინატების პირამიდა და ყოვლის მხედველი თვალი, რაც კონსპირაციების ნაწილში უნდა მეთქვა, მაგრამ დამავიწყდა. ყველაფერი კი, როგორც თქვით, ძველი სასკოლო ალბომით დაიწყო. თუმცა იდეის რეალიზებამდე იყო ბობ გეილისა და რობერტ ზემეკისის რამდენიმე ერთობლივი, თუმცა არც თუ ისე წარმატებული პროექტი. ფილმის რეჟისორებმა ერთმანეთი კინოაკადემიაში სწავლის დროს გაიცნეს და დამეგობრდნენ. სწორედ მათი მეგობრობა და საერთო ინტერესები გახდა ერთობლივი ნამუშევრის წარმატების საფუძველი. 1950-60-იანი წლების ამერიკული პოპკულტურა, ფილმები და ნაწარმოებები, რომლებიც შთააგონებდნენ ახალგაზრდა რეჟისორებს. რეი ბრედბერისა და ჰერბერტ უელსის წიგნები სამეცნიერო ფანტასტიკასა და დროში მოგზაურობაზე. 50-იანი წლების თინეიჯერთა მეამბოხე გმირი ჯეიმს დინი და რა თქმა უნდა როდ სერლინგის გენიალური შოუ The Twilight Zone. კულტურული ფენომენი, რომელმაც ადამიანებს აზროვნების ახალი სივრცე გაუხსნა. დროში მოგზაურობა, პარალელური სამყაროები, ცნობიერება და პარანორმალური მოვლენები. უკან მომავალში ერთგვარი ნოსტალგია იმ ამერიკის, რომელშიც რეჟისორები გაიზარდნენ. ეს ყველაფერი კი 80-იანი წლების კულტურული წინააღმდეგობებით სავსე ეპოქიდან დანახული. სამყარო, რომელიც ერთდროულად ოცნებობს ტექნოლოგიურ პროგრესსა და ნეონის შუქებზე და ამავდროულად ცხოვრობს ცივი ომისა და ატომური საფრთხის შიშით. ეპოქა, სადაც ჯონ ლენონს კლავენ, სადაც ერთმანეთის თანმიმდევრობით იქნება ვარსკვლავური ომები, ინდიანა ჯონსი, ტერმინატორი. სცენას იპყრობენ მაიკლ ჯექსონი, მადონა, პრინცი. ამერიკის ისტორიაში კი პირველი მსახიობი პრეზიდენტი ხდება. მაკინტოშისა და IBM-ის ტექნოლოგიური წინსვლა და პირველი პერსონალური კომპიუტერი შექმნა, რომელიც სრულიად ახალ ეპოქას დაუდებს სათავეს. მარადონას ღვთაებრივი ბენეფისი და პარალელურად ამერიკა-ბრიტანეთის ომი.
ბრძოლა კოსმოსისთვის, ნატოს გაფართოება და ატომური ომის საფრთხე სოციალისტური და კომუნისტური სამყაროების დაპირისპირების ფონზე, ჩერნობილის აფეთქება და Purple Rain. თუმცა ეს Live Aid-ის ეპოქაც არის. ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო კონცერტი აფრიკის დასახმარებლად, რომელიც ასევე 1985 წელს ჩატარდა, მსოფლიოს 2 დიდ სცენაზე. აქედან ერთ-ერთს კი უემბლის სტადიონზე ფრედი მერკური სამუდამოდ მიითვისებს როგორც ისტორიაში საუკეთესო ცოცხალ შესრულებას. და ბოლოს 80-იანების კულმინაცია. 1989 წელს ბერლინის კედლის ნგრევითა და რკინის ფარდის ჩამოშლით დასრულდება. სწორედ ამ პარადოქსულ გარემოში გაჩნდა Back to the Future, ფილმი, რომელსაც არამხოლოდ ზემეკისი და გეილი აყალიბებდნენ, არამედ მთელი ის ეპოქა, რომელიც თავად ცდილობდა მომავლის იმედი დაებრუნებინა და წარსულთან ემოციური კავშირი შეენარჩუნებინა. საბოლოოდ ჯორჯი იღებს გადაწყვეტილებას შეებრძოლოს ბიფს და აირჩიოს სიმამაცე შიშის ნაცვლად. ორიგინალურ ვერსიაში ლორეინს ის ეცოდება და მასზე მზრუნველობის გამო უყვარდება, ეგრეთ წოდებული ფლორენს ნაითინგელის ეფექტი, რომელიც პაციენტსა და მომლელს შორის ყალიბდება. ახალ ვერსიაში კი ლორეინისთვის ის ხდება გმირი, მათ ერთმანეთი უყვარდებათ უფრო ღირებული და მორალურად სწორი მიზეზის გამო, რაც მათი ოჯახის ისტორიას მთლიანად შეცვლის. ისინი ხდებიან წარმატებული ადამიანები, ბედნიერი მშობლები და მოსიყვარულე პარტნიორები. მათი შვილები აღარ მუშაობენ დაბალ ანაზღაურებად სამსახურში. ბიფიც კი ბუნჩულა სკოლის მეგობრად გადაიქცევა. ეს სწორედ ის ბიფია, რომელიც შემდეგ სპორტულ ალმანახს მოიპარავს და ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყება. მაგრამ ეს ყველაფერი სხვა დროს. ვეცადე ნაკლებად მოსაწყენი და მრავალფეროვანი პასაჟებით დატვირთული ვიდეო გამეკეთებინა. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, რომ ასეთი მასშტაბის ინფორმაციულ შავხელში ჩავარდებოდი და ეს მხოლოდ ტრილოგიის პირველი ფილმია. ძალიან ბევრი ინფორმაცია კიდევ არ შევიტანე ვიდეოში. 80-იანი წლები ნამდვილად გამორჩეული კულტურული და პოლიტიკური მნიშვნელობის აცლეულია კაცობრიობის ისტორიაში. ფილმის მარტივ გენიალურობაზე კი ის ფაქტიც მეტყველებს, რომ 40 წლის შემდეგაც ისეთივე ემოციებით უყურებ და განიცდი, მოახერხებს თუ არა დოკი ჩამრთვლის შეერთებას. გულშემატკივრობ და ცრემლიც კი მოგდის, როცა ცალი ხელით საიქიოში მყოფი მარტი სწორ აკორდებს აიღებს. უკან მომავალში მგონი საერთოდაც არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა. ეს არის ფილმი იმ გაუგებრობაზე, რომელსაც ოჯახი ჰქვია. იმ არჩეულ და უარყოფილ გზებზე, რომლებიც ჩვენი ცნობიერების არქიტექტურას ქმნიან. მაყურებელი მასთან ბრუნდება არამხოლოდ იმიტომ, რომ სახალისოა, არამედ იმიტომ, რომ მასში ხედავს ძველ დროში დაბრუნების, შეცვლისა და გადარჩენის სურვილს. სადაც მშობლები გვევლინებიან როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, თინეიჯერები შეცდომებითა და კომპლექსებით, დაუცველები, შეშინებულები, ანუ ჩვენი მსგავსი. აქ კი გონებისთვის ჩნდება ახალი პერსპექტივა. ვარიანტი, სადაც შეგვიძლია მათ შეცდომებზე თუ ხელის შემშლ გარემოებებზე ვკონცენტრირდეთ და საბოლოოდ გავყინოთ ისინი დროში. ამ ცადოთ ამ დემონების საკუთარ თავში დანახვა და მოთვინიერება. ერთი ალქიმიური საიდუმლოს თანახმად კი ურჩხულებს სწორედ მუსიკით ათვინიერებენ.